მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია სალტე გადაცემით პოლიტიკის საათი. ჩვენი გადაცემის სტუმარია წყაროს თავის მონასტრის წინამძღვარი მღვდელ მონაზონი გიორგი მეფარიშვილი. დღეს ბევრ მონოლოგს მე არ მონოლოგით თავს არ მოგაწყენთ. დღევანდელი საუბრის თემა იქნება ახლო აღმოსავლეთის ომის რელიგიური განზომილება. აი ეს იქნება განხილვის მთავარი თემა მამა გიორგისთან ერთად. რასაკვირველია ჩვენი ალბათ მაყურებელი მიხვდა ჩვენ რაზე ვისაუბრეთ, ეს იქნება სოლომონის ტაძარი, რა ბედი ელი სოლომონის ტაძარს. მოგესალმებით მამა გიორგი, მადლობას გიხდით სტუდიაში მოგზაურობისათვის, დაგულოცეთ პირველ რიგში. დიდი მადლობა მამა გიორგი. მე როგორც უკვე ვთქვი, დიდი მონოლოგით თავს მაყურებელს არ შევაწყენ და მინდა საუბრის მთავარი თემა დავიწყოთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე. მას აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეთნიკური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც უკვე გამოიკვეთა, ეს არის რელიგიური განზომილება. სამივე რელიგიას აქვს რელიგიას, იუდაიზმს, ისლამს და ქრისტიანებს თავისი პოზიცია აქვს. ჩვენი პოზიცია გვაქვს ქრისტიანებს. მოდით ჩვენი პოზიციიდან ვისაუბროთ აი ამ ომის რელიგიურ განზომილებაზე. მოგესალმებით ქალბატონო თამთა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება სოლომონის ტაძარს, მე ვფიქრობ უკეთესი იქნება, რომ ჩვენ თუ ისტორიულ ექსკურსს შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ასე პირდაპირ საუბარი ვფიქრობ გაუმართლებელია. ჯერ უნდა მიმოვიხილოთ მისი ისტორიული, ასე ვთქვათ, კუთხეები, მხარეები, რომ გავიგოთ ეხლა რა ხდება და რატომ ხდება. რაც შეეხება სოლომონის ტაძარს, სოლომონის ტაძარი აშენდა ღვთის ბრძანებით. მეფე დავითი გახლდათ ისრაელის მეფე, ფსალმუნების ავტორი, წინასწარმეტყველი და მას გამოეცხადა უფალი და უთხრა ესეთი სიტყვები, რომ აღთქმის კიდობანი უნდა იყოს დაკრძალული და მის ასე ვთქვათ, მისი ადგილისთვის უნდა აშენდეს ტაძარი, სადაც იქნებოდა წმინდათა წმინდა და ამ წმინდათა წმინდაში შენახული იქნებოდა ეს აღთქმის კიდობანი. რას ნიშნავს ახლა ეს აღთქმის კიდობანი? აღთქმის კიდობანი გახლდათ სიწმინდე ებრაელების მთავარი სიწმინდე, რომელშიც ინახებოდა აარონის განადლებული კვერთხი, 10 მცნების 2 ფიქალი, ანუ ერთ ფიქალზე ერთ ქვაზე ეწერა 5 მცნება, მეორეზე 5. და იყო ამ აღთქმის კიდობანში ასევე იყო ტაკუკი სავსე მანანათი. მანანა იყო საკვები, რომელსაც ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ უფალი სასწაულებრივად მოულენდა ხოლმე ებრაელ ხალხს. დავითს არ დასცალდა მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა სოლომონმა, მას მეორენაირად ეკლესიასთესაც უწოდებენ ბიბლიურად, ბიბლიის მიხედვით და სოლომონს დაევალა, ასე ვთქვათ, ამ ტაძრის შენება და პირველი ტაძარი იყო ულამაზესი და ძალიან დიდი. იმიტომ რომ ისეთი სამშენი მასალები იყო გამოყენებული, რაც იმ დროისათვის იყო ძალიან დიდი ფუფუნების საგანი. ესე ვთქვათ, შეიძლებოდა იმ მასალით მხოლოდ ასე ვთქვათ სამეფო სახლები აგებულიყო და ასე შემდეგ. რაც კი საუკეთესო იყო იმ დროისათვის ისრაელის განაპირა ქვეყნებში ყველანაირი მასალა იქნა გამოყენებული და რაც შეეხება ფორმას, ტაძრის ფორმა არის აღწერილი დღესაც ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ, ვნახოთ. ეს არის ესეკიელ წინასწარმეტყველის 51 და 52 თავები. იქ არის მოყვანილი ესეკიელ წინასწარმეტყველისგან ღვთის სულიწმინდის ჩაგონებით ნათქვამი, როგორი უნდა ყოფილიყო ტაძარი, მისი ეზო, ყველაფერი აბსოლუტურად მოცემული ქონდა ებრაელებს, სოლომონს ამ შემთხვევაში, რომ აებო მისი ტაძარი. სოლომონმა ეს ბრწყინვალედ შეასრულა, ულამაზესი უდიდებულესი ტაძარი ააგო მართლაც, მაგრამ მოხდა ისეთი სამწუხარო ფაქტი, რაც ბიბლიაში ჩვენ აღწერილი გვაქვს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ეს ტაძარი სამწუხაროდ დაარღვია, დაშალა, დაანგრია და ბიბლიაში ისიც არის აღწერილი, რამდენი საეკლესიო ჭურჭელი ინახებოდა ამ ტაძარში. რამდენი ინახებოდა მამა გიორგი რა დავა კონკრეტულად შეიძლება? მეფეთა წიგნში შეგიძლიათ ნახოთ, იმის მოყვანა აქ უბრალოდ შეუძლებელია. იმდენად ბევრი და ასე ვთქვათ, აურაცხელი რაოდენობა იყო ამ ჭურჭლის საეკლესიო ჭურჭლის, რაც მას რაც იმ დროინდელ სამღვდელოებას, ძირითადად ვინც ეს ლევიანები იყვნენ, რაც კი ჭირდებოდათ მსხვერპლის აღსავლენად, მსხვერპლი იყო სამგვარი, ყოვლადასაწველი, ნახევრადასაწველი და მრგვლადასაწველი.
ამ ყველაფრის აღსავნად რაც ჭირდებოდათ, აბსოლუტურად ყველაფერი მათ გააჩნდათ. როგორც ვთქვით, ეს ტაძარი დაინგრა და ებრაელები, როდესაც დააბრუნდნენ ბაბილონის ტყვეობიდან, მაგ დროს ისრაელში მოღვაწეობდა საოცარი პიროვნება, ეს იყო ანგია წინასწარმეტყველი, რომელიც უფლის შაგონებით კარდაკარ ისრაელში დადიოდა და ქადაგებდა, რომ აუცილებლად უნდა აშენებულიყო მეორე ტაძარი. და ანგია წინასწარმეტყველის დროს მასთან ერთად მოღვაწეობდა მისი, ესე ვთქვათ, თანამებრძოლი, ეს იყო ზაქარია წინასწარმეტყველი და ამ ორმა ადამიანმა, ესე ვთქვათ, შეძრა ებრაელი ხალხი და მათ ზორობაბელს სალათიელის დახმარებით, მეთაურობით ააგეს მეორე ტაძარიც. და ეს მეორე ტაძარი, როდესაც ააგეს, იქ ანგია წინასწარმეტყველს მეორე თავში უწერია საოცარი სიტყვები. როგორც მოგახსენეთ, სოლომონის ტაძარი იყო გაცილებით დიდი, ლამაზი, პომპეზური, ესე ვთქვათ, და ეს მეორე ტაძარი ისეთი არ იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სოლომონი იყო სოფლიოში უმდიდრესი ადამიანი. უფალმა მას ესეთი სიტყვები უთხრა, როდესაც სოლომონს კითხა უფალმა თუ რა უნდოდა, სოლომონმა უთხრა უფალს, რომ მომეცი გონიერება, რომ ჩემი ხალხი მართო. და უფალი დაპირდა მას, რომ გონიერებასთან ერთად ის მიიღებდა ისეთ სიმდიდრეს, როგორც არც მანამდე და არც მის შემდეგ დედამიწაზე არავის არ ექნებოდა. და ამ პიროვნებამ, რა თქმა უნდა, საუკეთესო ააგო და არაფერი არ დაუკლია, მაგრამ ზორობაბელის დროს გადმოსახლებული ებრაელები თვითონაც ღარიბ მდგომარეობაში იყვნენ და ისეთი ტაძარი ვერ ააგეს, მაგრამ ანგია წინასწარმეტყველი ამბობს საოცარ სიტყვებს. ესეთ სიტყვებს ბრძანებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისეთი არ ხარ ამ ტაძარს მიმართავს, შენ უფრო მეტი პატივი გექნება, რადგან შენში შემოვა მესია. და ჩვენ ვიცით სახარებიდან უფლის პირველი შესვლა ტაძარში ეს იყო, იქ გამეფებული ვაჭრობა, ალაგმა უფალმა და გამოყარა ეს ვაჭრები ტაძრიდან, თქვა რომ ეს სახლი მამაჩემის სახლი არის და აქ სავაჭრო არ უნდა იყოს და ქვა ბავაზაკთა ასე. საშინელი სცენარია ეს. ქვა ბავაზაკთა ასე შეაფასა იმ დროინელი მდგომარეობა ამ ტაძრისა. ანუ წინასწარმეტყველება აღსრულდა წინასწარმეტყველება ანგიასი, რომ მესია შევიდა მეორე ტაძარში. და ზუსტად ეს ებრაელები. რა თქმა უნდა. და ზუსტად ეს იყო ამ ტაძრის უფრო მეტი და განუზომელად დიდი პატივი და ღირსება იმ ტაძართან შედარებით. ჩვენ ვიცით, რომ უფალმა წინასწარმეტყველება, რომ ეს ტაძარი დაინგრეოდა და უბრალოდ დაინგრეოდა არ თქვა, უფალმა ბრძანა ესეთი სიტყვები, რომ ქვაზე არ დარჩება. და მართლაც, როდესაც იქ ვესპასიანეს გამოგზავნით, შევიდა ტიტე მხედართმთავარი, მან მართლაც იერუსალიმში არა მარტო ტაძარი, მთლიანად ქალაქი არ დატოვა ქვაზე. მთლიანად ბოლომდე, ესე ვთქვათ, მოანგრია და იქ დათესეს მარილი, რომ მთლიანად უნაყოფო ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანისთვის. ამის შემდეგ ხდება საოცარი რამ. მესამე საუკუნეში მოღვაწეობდა ბიზანტიის იმპერატორი იულიანე განდგომილი მას ისტორიამში არქვა და განდგომილი რატომ ეწოდებოდა, იცით? უკაცრავად მე-4 საუკუნეში. 314 წელს ჩვენ ვიცით, რომ მილანის ედიქტით კონსტანტინე იმპერატორმა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ქრისტიანობა ბიზანტიაში. და 60-70-იან წლებში ამ იულიანემ გააუქმა ეს კონსტანტინე მეფის, ესე ვთქვათ, ბრძანება და ისევ თავიდან გამოაცხადა ბიზანტიაში წარმართობა სახელმწიფო რელიგიად. და იულიანე ისეთი პიროვნება იყო, თუ კი სადმე რამე ქრისტიანობის საწინააღმდეგოს ნახავდა, ის მას აუცილებლად აღაზევებდა, ასე ვთქვათ, და დააწინაურებდა და ასე შემდეგ. და ამ, რა თქმა უნდა, ებრაელებიც თავისი, ესე ვთქვათ, ფანდებით, თავიანთი ტყუილებით დააჯერეს იულიანე განდგომილი, რომ მას აეგო ის ტაძარი, რომელიც დაანგრიეს რომაელებმა. საინტერესო ის არის, რომ იულიანე ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ყურადღებით მოეკიდა ამ საკითხს. იმიტომ რომ იცოდა, რომ ებრაელებს და ქრისტიანებს შორის იყო, ასე ვთქვათ, რელიგიური უთანხმოება და ეს დაასყამდა წყალს ამ იულიანეს გადაწყვეტილებაზე, რომ მას მთლიანად განადგურება ჰქონდა დასახული ქრისტიანობის. იულიანემ ეს საკითხი ჩააბარა ავლიპი ანტიოქიელს, ეს იყო პიროვნება, რომელიც მანამდე სანამ ტაძრის შენებას შეუდგებოდა, იყო ბრიტანეთის ვიცე-პრეფექტი.
და იქედან ამ საკითხისთვის გადმოიყვანეს, იმიტომ რომ ძალიან გამრჯედა, სანდო ადამიანი იყო იულიანეს თვალში, ესე ვთქვათ, მის წინაშე ბევრი დამსახურება ჰქონდა. და ებრაელი ხალხის სიხარულს საზღვარი არ ქონდა და როდესაც მარკელინე იყო ერთ-ერთი უბრალო რომაელი მებრძოლი, რომელიც ამ ტაძრის ინვენტარი როდესაც მიიზიდა საშენებლად და მასალები, ამის მცველი იყო. და ის, რასაც ეგ წერს, ეს საოცრება, რაც მოხდა ამ ტაძრის აშენების ცდელობის შემდეგ. ვუთხრათ მაყურებელს, მამა გიორგი, რა იყო ის, რაც სწავლი მაშინ მოხდა, რომ კარგად გაიგოს ჩვენი მაყურებელმა რა საუბარი. დიახ, აუცილებლად. ჯერ ებრაელების რეაქცია ვთქვათ. კი, რასაკვირველია. ებრაელმა დიდარმა ხალხმა, ანუ ვინც იმ დროსთვის მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ, გაფენილები იყვნენ ებრაელები, ისრაელში აგზავნიდნენ ოქროს ნიჩბებს, ვერცხლის ნიჩბებს. ისეთი სიხარული გამოიწვია ამ ტაძრის აღდგენამ. და ის ნაგავი რაც იქ ეყარა ტიტეს ხედართავის დროს, რო განადგურდა ეს ტაძარი, მეწამული მანტიებით გაზიდეს ებრაელები. არა უბრალოდ თქვათ რამე გადასაზიდი საშუალებით. მეწამული მანტიებით, ანუ იხდიდნენ თავიანთ ძვირფას სამოსელს და იმით გაქონდათ. და როდესაც დაიწყეს ეს შენებლობა უკვე საძირკველი რო უნდა გაეჭრათ, მოხდა ესეთი რამ. მიწიდან ამოვიდა საშინელი შავი კუპრივით შავი ეს მტვერი. ეს მტვერი იყო ისეთი საშინელი, რომ იქ ვინც ადამიანი, ვინც იმ დროს იქ იმყოფებოდა, მთლიანად ყველა გაწყვეტა. ეს ერთი. მეორე, ვინც ცოცხალი დარჩა, ყველას ამ შავი ხო წარმოადგენთ შავი იყო მთლიანად. და შავ სამოს მთლიანად რო გაშავდა ამათი სამოსი, თეთრი ჯვრები გამოესახა ამ ადამიანებს, ებრაელებსაც და რომაელებსაც. და ის ადგილი ისეთი გახდა, რომ ტაძრისთვის კი რა ყველაფერისთვის საერთოდ უარგისი რაღაცნაირად ისე მოაოხრა ის ადგილი, რომ ფიქრიც კი არ შეიძლება იქ რამეს აშენების. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ უფლის ნება არ იყო, რომ ეს ტაძარი აშენებულიყო. იმიტომ რომ ეს ტაძარი ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ ტაძრის აშენების, ასე ვთქვათ, მიზეზი ხო ვახსენეთ, რატომ უთხრა დავით წინასწარმეტყველს, რომ ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდ საცავი აღთქმის კიდობნის. და იმ დროისათვის აღთქმის კიდობანი უკვე დაკარგული იყო. და დღესაც, როდესაც ებრაელები ფიქრობენ ამ ტაძრის აღდგენას, დღეს არავინ არ იცის, ასე ვთქვათ, მთელი მსოფლიო დაეძებს, სად არის ეს აღთქმის კიდობანი. და ეს უკვალოდ გამქრალი, ანუ ებრაელმა ხალხმა ეს აღთქმის კიდობანი ვერ შეინარჩუნა, ვერ შეინახა. ამიტომ დღესაც მათი მცდელობა აბსოლუტურად არის გაუმართლებელი და უმიზეზო და უმიზნო. იმიტომ რომ აღთქმის კიდობანი არ არის. რაც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ამ ტაძრის შუაგულში, წმინდათა წმინდაში. ამის შემდეგ მოხდა კიდევ ერთი საოცარი ფაქტი. როდესაც უკვე მუსლიმანებმა დაიპყრეს იერუსალიმი, ხალიფა ომარი იყო მაშინ ამათი მეთაური და ებრაელები შესთავაზა, რომ აი ამ ადგილზე, რაც თქვენ ტაძარი ქონდათ, მე თვითონ ავაგებ სოლომონის მესამე ტაძარს. ესეთ შეთავაზება გააკეთა ამ ხალიფა ომარმა და სასტიკი ვარი უთხრეს ებრაელებმა. იცით რატომ ებრაელების სწავლების თანახმად ეს ტაძარი თვითონ მესიამ უნდა ააგოს. ხო ახსოვდათ ის ფაქტი, რაც მოხდა, რომ არ დაანება უფალმა ამათ ტაძრის აგება. უკვე სხვანაირად შეხედეს, ანუ ალბათ ღვთისმება არ არის, რომ ჩვენ ავაგოთ და მიაწერეს მესიას, მომავალ მესიას, რომელიც მათ წამთ რომ მოვა. მოახერხებენ რომ მესამე დაგდგეს ეს ტაძარი. კი, ანუ ჩვენ მამა გიორგი, იმიტომ რომ მე მახსოვს ქადაგება, რომელიც სამტრედიის მიტროპოლიტმა იქადაგა მეუფე საბამ, რომ დავითობის დღესასწაულზე თქვა სხვათა შორის ეს, რომ ისრაელში დაიწყეს სოლომონის ტაძრის აშენება და ეს დაკავშირებულია ქრისტეს მეორედ მოსვლასთან. შეძლებენ როგორ ფიქრობთ თქვენ ებრაელები ამ განზრახვის ბოლომდე მიყვანას, რასაც ქვია სოლომონის ტაძრის უკვე მესამე დაშენება, სადაც უნდა გამეფდეს ანტიქრისტე ჩვენი ქრისტიანების ბაზნებით და ებრაელებისთვის კი მესია უნდა გამეფდეს მან. საქმე შემდეგში გახლავთ. როდესაც ჩვენ ეს ისტორიული ექსკურსი გავაკეთეთ, იქ დამავიწყდა აღნიშნა, რომ იმ დღიდან, როდესაც მეორე ტაძარი დაინგრა, დღემდე ყველა ებრაელი, თუ კი რომელიმე ებრაელი არის ნაკურთხი მსოფლიოს ყველა კუთხეში, დღემდე დღეში სამჯერ ლოცულობს ამ ტაძრის აღდგენისთვის. ყველა ებრაელი დღეში სამჯერ. მათთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი არის, რომ
არც კი შეუძლიათ ფიქრი მათ ამ ტაძრის გარეშე, იმიტომ რომ მათი არა მარტო რელიგიურობის, არამედ ეროვნულობის ყველაზე მთავარი გამსაზღვრელი არის ეს ტაძარი. წარმოიდგინეთ, ჩვენ შემთხვევაში რომ ავიღოთ 2000 წელი რო არ ქონდეს ტაძარი ერს, სადაც წირვა ახესრულება. მათთვის ეს არის ეროვნული და რელიგიური ტრაგედია. 2000 წლის განმავლობაში მათ არ შეუძლიათ რომ სხვეპლი შეწირონ. სხვეპლს ვერ წილავენ, იმიტომ რომ სხვეპლი მხოლოდ სოლომონის ტაძარში უნდა შეიწიროს აღთმის კიდობნის თანდასწრებით და მის წინ სტოვაში. იმიტომ რომ აღთმის კიდობანი ბრძანდებოდა წმინდათა წმინდაში. ეხლა რა ხდება ისრაელში? ისრაელში მოქმედებს ტაძრის აღმდგენელი საზოგადოება. ებრაულად მას ესეთი სახელწოდება აქვს მახონ ხა მიკდაში, ასე ქვია ებრაულად და თქვენ წარმოიდგინეთ აბსოლუტურად ყველა დეტალი. ჩვენ ხო ვთქვით რომ ეზეკიელ წინასწარმეტყველის 51 და 52 თავში აღწერილია რა არის ამ ტაძრისთვის საჭირო. ზუსტად იგივე რაც სოლომონმა ააგო, ზუსტად იგივე მაკეტი დამზადებული აქვს და იმ ტაძრისთვის რაც კი დეტალი საჭირო მათ უკვე მზად აქვს. მე შემიძლია ერთი მაგალითი გითხრათ, ну რამდენიმე შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ერთი ეს არის ებრაელებს აქვთ ამერიკაში ქალაქ ბრედფორდში მოდის განსაკუთრებული ტიპის ქვა, ონიქსის ქვას უწოდებენ, რომელიც სოფლის სხვაგან არსად არ მოდის. და იქედან ისრაელში უკვე გადაზიდული არის ეს თვითონ ებრაული, ესე ვთქვათ, მასობრივი საშუალებებით არის გავრცელებული. რომ 60,000 ტონა ქვა უკვე ისრაელში არის. კიდევ ერთი ესეთი საინტერესო ამ ტაძრის, ასე ვთქვათ, აღმდგენელი საზოგადოება ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის მედია მაგნატმა და უკრაინაში არსებული ებრაული დიასპორის თავმჯდომარემ ვლად რაბინოვიჩმა მათ შესწირა ამ ტაძრის საზოგადოებას 700 კილოიანი მენორა. მენორა ნიშნავს ებრაულად 7 სანთელას. აუცილებლად ის საკურთხეველში უნდა ყოფილიყო. და ეს მთლიანად არის ოქროსი. 700 კილოიანი მენორა შესწირული არის და მთლიანად ოქროსი არის ეს მენორა. და ნუ ახლა ჩამოთვლა შორს აგვიყვანს, ყველა დეტალი მზად არის, მაგრამ რას ელოდებიან მშენებლობას? მშენებლობას ელოდებიან იმას, რომ ეს ტაძარი, სადაც იდგა, იქ შემდეგ ჩვენ ვერ დავასრულეთ წეღან ხალიფა ომარს რო ვარი უთხრეს ებრაელებმა. ხალიფა ომარმა თქვა მაშინ, რომ კარგით, რადგან თქვენ არ გინდა, მაშინ მიავაშენებ ჩემ ტაძარს. და ააშენა მეჩეთი. ამ მეჩეთს სიმართლე რო ვთქვათ, ჩვენ შეცდომით უწოდებენ ომარის მეჩეთს. სინამდვილეში ამ მეჩეთს ქვია ალაქსა. ალაქსა ნიშნავს ტაძრის კლდის გუმბათს. იმისათ ადგილზე არის აშენებული. სადაც უნდათ ებრაელებს ამ ტაძრის ზუსტად ის საკურთხეველი, სადაც იდგა, ზუსტად იმ ადგილზე არის აშენებული ეს ალაქსას, ასე ვთქვათ, მეჩეთი. და ხელს რა უშლის ახლა, ნუ თქვენ ხო ბრძანეთ დასაწყისში, რომ ეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი. ებრაელი ერი მუდმივად ამისთვის იბრძვის. ეძებს გამონახოს საშუალებები, რომ როგორმე ეს ტაძარი ააგოს, მაგრამ სინამდვილე რა არის? სინამდვილე ის არის, რომ იერუსალიმის ის ნაწილი, სადაც ეს ალაქსას მეჩეთი მდებარეობს, სადაც მანამდე სოლომონის ტაძარი იდგა, ეხლა არ არის ისრაელის ტერიტორიაში. ამიტომ მათ იქ მისვლაც არ შეუძლიათ. და ერთადერთი ადგილი აქვთ მეორე ტაძარი, სადაც იყო, იმ ტაძრის ნანგრევი კედელი არის დარჩენილი, კედელი და იმ კედელთან დგანან და ლოცულობენ ამ ტაძრის აღდგენისთვის. არაბების მხარეს არის ის მეჩეთი, ალაქსას მეჩეთი. და რაც შეეხება, ესე ვთქვათ, თვითონ მესიანურ პერიოდს, რასაც ებრაელები ასე გამალებით ელოდებიან, რატომ აირჩევენ, რატომ დაუჭერენ ისინი მხარს ანტიქრისტეს? ეს არის ძალიან საინტერესო. ჯერ ერთი ისა ვთქვათ, რომ აუცილებლად ანტიქრისტე უნდა იყოს ებრაელი. სხვა შემთხვევაში ისინი მას არ მიიღებენ. და ებრაელების ერთ-ერთმა მთავარმა რაბინმა იაკობმა ესეთი განცხადება გააკეთა 2021 წლის 15 თებერვალს, რომ მესია უკვე ისრაელში არის, ასეთი განცხადება გააკეთა, ისრაელში არის უკვე და მასთან მხოლოდ განსაკუთრებული პირები კონტაქტობენ. ანუ ფართო საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ის მიუწვდომელი არის. ნუ პირდაპირ ეთერში ესეთი განცხადება გააკეთა მან.
ანტიქრისტე სანდოა ის განცხადება ისეც საინტერესო მამა გიორგი. აქვს ამის განცხადება საფუძველი მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე? საფუძველი რა თქმა უნდა აქვს. იმიტომ რომ თვითონ ებრაელი ხალხი არ აპატიებს ამ ადამიანს, რომ ეს მარტო ჩვენი მოტყუება ხო არ იქნება. ეს ხო ებრაელი ხალხის მოტყუება იქნება, იმიტომ რომ მათთვის ეს მესია იმდენად დიდ ვინმეს და დიდ რამეს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით მათ უკვე ძალიან ბევრჯერ გაუსრულდათ იმედი, ბევრჯერ ელოდნენ, არ მოვიდა მათთვის ასე თქვა, რომ რა თქმა უნდა უკვე მესია მოსული არის და ამაღლებულიც არის. რა თქმა უნდა. მაგრამ მათთვის ეს იმდენად დიდია უკვე აი ასეთ ტყუილებს ესე თქვა ამ რელიგიური ლიდერებისგან ისინი აღარ მოითმენენ. ამიტომ კარგად იციან ეს სინედრიონის წევრებმა და ძალიან ფრთხილობენ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მათივე კანონებით, ებრაელებისვე კანონებით შეუძლებელია რომ მესია მოვიდეს. რას გულისხმობთ ახლა ჩვენ როდესაც ამას ვამბობთ? ებრაელების წმინდა წიგნი ეს არის თალმუდი. თალმუდი არის ებრაული სარწმუნოების კანონები, ესე ვთქვათ. თალმუდში მუდმივად შავით თეთრზე არის მტკიცება იმისა, რომ ებრაული სახელმწიფო აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოვა მესია. მაგრამ ჩვენ სინოდვილეში ხო ვიცით, რომ ებრაელებს სახელმწიფო უკვე აქვთ. იხდით რამხელა შეუსაბამობა არის. ამიტომ ებრაელმა რაბინებმა და სინედრიონის წევრებმა, როდესაც ეს ესე ვთქვათ უთანხმოება შეატყვეს თავიანთ წმინდა წიგნთან, ამბობენ ახლა ესეთ რამეს, რომ მესიანური პერიოდი არ იქნება პიროვნება და ეს იქნება ახალი პოლიტიკური წყობა. მივხვდით, ანუ ერთი შეცდომით ისინი მეორე შეცდომას უშვებენ. მეორე შეცდომით მესამე შეცდომას უშვებენ. კიდე ბიბლიის თანახმად არის ერთი ესეთი ძალიან მძაფრი არგუმენტი, რასაც ვერ გაურბიან, ეს არის დანიელ წინასწარმეტყველის სიტყვები, რომ 7-ჯერ 70 დროში გამეფთებოდა ესე ვთქვათ, მესია, მოვიდოდა მესია ებრაელ ხალხში. და ეს 7-ჯერ დანიელიდან რომ გადმოვთვალოთ ჩვენ, ეს 5 საუკუნე ზუსტად დაემთხვა იესო ქრისტეს დაბადებას ბეთლემში. ზუსტად აი წელი და დღეები დაემთხვა დანიელის ნათქვამიდან უფლის შობას. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ცნობა არის, წინასწარმეტყველი ბრძანებს ეს სიტყვებს, რომ მესია მოვიდოდა მაშინ, როდესაც ისრაელში მეფეთ ებრაელი აღარ იქნებოდა. და ჩვენ ხო ვიცით, რომ ჰეროდე არ იყო ებრაელი, ის რომაელი იყო. ანუ ყველა ის წინასწარმეტყველება, რაც მესიის განკაცებასთან უნდა ხლებოდა, ყველა აღსრულდა იესო ქრისტეზე. თვითონ თუნდაც იმ ტაძარზე ეხლა ხო თქვით, რომ სოლომონის ტაძარს ეუბნება წინასწარმეტყველი ანგია, რომ შენ უფრო მეტი პატივი გექნება სოლომონის ტაძართან შედარებით. იმიტომ რომ შენში მესია შემოვა და ჩვენ წეგან ვახსენეთ, რომ მესია მართლა შევიდა, ქრისტე ხო შევიდა, რომელიც ებრაელებმა არ მიიღეს ამ წუხად. დიახ, და ანტიქრისტეს რაც შეეხება, რატომ მიიღებენ ესენი ანტიქრისტეს თავიანთ მესიად. აი ეგ არის საინტერესო მამა გიორგი ყველაზე მეტად ანტიქრისტეს რატომ მიიღებენ მესიად და იმიტომ რომ ეს ანტიქრისტეს მოღვაწეობა რამდენი ხანი გაგრძელდება ეს და როგორი იქნება ეს ან სხვადასხვა ცნობებია მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. სხვადასხვა ცნობებს იძლევიან სხვადასხვა ასე ვთქვათ მკვლევარები, ჟურნალისტები და შემდეგ, მაგრამ ჩვენ ხომ აუცილებლად ბიბლიიდან უნდა ამოვიდეთ და მხოლოდ ის უნდა იყოს ჩვენი რელიგიური შეგნების წყარო. აუცილებლად, იმიტომ რომ თუ ჩვენ სხვადასხვა მხარეს გავიხედავთ და ან რომელიმე მკვლევარს, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმას, რომ იმას არ უნდა ვენდოთ, მაგრამ პირველ რიგში ეს უნდა შევათანხმოთ და შევამოწმოთ ბიბლიასთან. ბიბლიაში ასეთი რამ წერია, რომ გამოცხადებაში ძალიან მკაფიოდ არის საუბარი ამ ბოლო ჟამზე და ძალიან ესე ვთქვათ, ორიგინალურად არის აღწერილი ეს დანიელ წინასწარმეტყველთან. დანიელ წინასწარმეტყველის მიხედვით თვითონ ანტიქრისტე მოუგვარებს ებრაელებს ამ პრობლემას. ანუ ის იქნება ისეთი დახვეწილი, ესე ვთქვათ, პოლიტიკოსი, დახვეწილი მოსაუბრე და დახვეწილი, ესე ვთქვათ, არ მინდა ის ცუდი სიტყვა ვიხმარო ეთერში, მაგრამ გამოვიყენოთ, მაგრამ თაღლითი, ესე ვთქვათ, რომ ის როგორღაც მოახერხებს და ამ ებრაულ სამყაროს გააჩვენებს და სოლომონის ტაძარი აღდგება. ეს იქნება სოლომონის ტაძრის აღმდგენელი ანტიქრისტე. აი ამის გამო შეიყვარებენ მას, ამის გამო მიიღებენ და ამის გამო თვითონ შესთავაზებენ, რომ რადგან შენ ეს შეძელი, მოდი და ამ ტაძარში ეხლა სადაც შენდება სოლომონის ტაძარი მამაგი? ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ეხლა ალაქსას მეჩეთი დგას. ნუ გამოდის რომ მეჩეთს დაანგრევენ? რა თქმა უნდა, ანუ ზუსტად მაგაში იქნება ანტიქრისტეს ასე ვთქვათ გაიძვერობის პიკი. რომ როგორღაც ის მოაგვარებს საკითხს არაბულ სამყაროსთან, მუსლიმანურ სამყაროსთან, რომ ეს ტაძარი ან დაიშალოს, ვთქვათ,
ან აფეთქდეს, ან ნუ ეხლა ზუსტად ჩვენ არ ვიცით რა იქნება. მაგრამ ებრაელების მოხიბლა შეძლებს ის ამ ასე ვთქვათ მოქმედებით, ამ სულით, რომ მათთვის გახსნილი იქნება ყველა გზა, რომ ეს ტაძარი აღდგეს. და აქედან გამომდინარე ის გახდება ებრაელებისთვის მესია. მიხვდით? ამიტომ ელოდებიან იმ ადამიანს, ვინც ამას ააშენებს. ეხლა აი ამ ომის პირობებში, ესე ვთქვათ, თუ ისინი მარტო ხაზას უტევენ და ხაზის პრობლემა ვერ მოუგვარებია და საერთოდ პალესტინის, წარმოიდგინეთ ამ ხელა მუსლიმანურ სამყაროს როგორ შეეჭიდებიან და როგორ შეიძლება რომ დაამარცხონ. ხო ეს ხო შეუძლებელია. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ისტორიიდან და ახლანდელი რეალობიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები ძალიან ესე ვთქვათ სასტიკები და ფანატები არიან რელიგიური მუსლიმანები. დიახ. მათთვის იმ წმინდათა წმინდის ესე ვთქვათ შებილწვას და დაანგრევას და გაპარტახებას არაფრით არ დაანებენ ებრაელებს. არ დაანებებენ და აქედან გამომდინარე ისრაელიც არ არის იმ ხელა სახელმწიფო რომ შეძლოს ასე ვთქვათ ამდენი მოკავშირე სახელმწიფოს დამარცხება. ეს შეუძლებელია მისთვის. თუნდაც ამერიკა ჩაერიოს. ეს შეუძლებელი არის. და ანტიქრისტეს ბარემისიც უთხრათ მაყურებელს რომ ანტიქრისტეს ექნება სამი ძალიან ძლიერი ბარიერი გადასახლახი, ასე ვთქვათ, რომ ის არა მარტო ებრაელებმა, არამედ სხვა ხალხებმაც მიიღონ. ანუ პირველი ეს არის ენის ბარიერი. კოსმოპოლიტური აზროვნება ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ანტიქრისტეს დროს ეს იქნება, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად აქტიური. ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა თქვა ესეთი სიტყვები, რომ დრო არის ჩვენ ვიფიქროთ მსოფლიო მართლობაზე. და ამ კორონა ვირუსის პერიოდში მსოფლიო ჯანდაცვის სამინისტრო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთ პირობებში ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მას დაემორჩილოს და მისი მითითებებით იმოქმედოს. ეს ხომ მსოფლიო ცენტრალიზაციისკენ მიდის. ანუ მას უკვე თავისი მოციქულები ყავს და ნელ-ნელა გაეროს ესე ვთქვათ წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ ამაზე. პოლ სპაკი არსებობს ესეთი პიროვნება, გაეროს დეპუტატი, რომელმაც თქვა, რომ დავიღალეთ მოგვეცით პიროვნება, ვინც ერთი იქნება მსოფლიოში და ზუსტად ესეთი სიტყვები იყო მის განცხადებაში, რომ არა აქვს მნიშვნელობა ის ეშმაკი იქნება თუ ღმერთი, ჩვენ მას მივიღებთ. მიხვდით და მას ძალიან ბევრი ესე ვთქვათ წარმომადგენელი გაეროსი დაეთანხმა ამაში, რომ დავიღალეთ საფრანგეთის პრეზიდენტი, ინგლისის პრეზიდენტი, ყველას თავისი ესე ვთქვათ ეროვნული მეობა გააჩნია, ყველას უნდა რომ ის ინგლისელი იყოს, ეს ფრანგი იყოს და იტალიელი და ასე შემდეგ და მათთვის ეს უკვე ბარიერია. ეს ბარიერი გადასალახი იქნება ანტიქრისტეს. ეს არის ან სამი ბარიერი, ეს იქნება ენობრივი, ეს იქნება ეროვნული და ეს იქნება რელიგიური. ეს ნიშნავს იმას, რომ ენობრივად, რელიგიურად და ეროვნულად აღარ უნდა დაიყოს ადამიანები. წარმოიდგინეთ, როგორი მუშაობა მიდის დღესდღეობით ინგლისური ენის პოპულარიზაციისთვის. თქვენ გაგიჭირდებათ ნახოთ ადამიანი, რომელმაც ინგლისურად თუნდაც რამდენიმე სიტყვა არ იცოდეს და არ შეეძლოს ვინმესთან კომუნიკაცია. აქ ეს საკითხი მიდის ზუსტად ბაბილონის გოდოლთან. ბაბილონის გოდოლის დროს, როდესაც დაიწყეს ნებროთის ხელმძღვანელობით ამ გოდოლის შენება, უფალი ესეთ სიტყვებს ძანებს, რომ ყველა წმინდა სამების საუბარი არის აღწერილი, რომ მოდით, ჩავიდეთ, ანუ მრავლობითში არის, ჩავიდეთ და ამ ადამიანებს ენები აურიოთ, რომ ვეღარ შეძლონ კომუნიკაცია ერთმანეთთან, რომ ამ გოდოლის შენებას თავი დაანებონ, ასე ვთქვათ. მიხვდით და აქედან გამომდინარე, ხშირად შეიძლება თქვენს მოგისმენიათ საუბარი იმის შესახებ, რომ რუსული ენა უკეთესია, ვთქვათ, ზოგი ამბობს ესპანური უკეთესია, ზოგი ამბობს ბერძნული, ჩვენ ქართველები ვიზახით, რომ ქართული ყველას ჯობია. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ენა არის ღვთის შექმნილი, ეს არის ხელთუქმნელი ენა. ყველა ენა არის ხელთუქმნელი, ღვთაებრივი აქტი, ასე ვთქვათ. დიახ. იმიტომ რომ როდესაც ბიბლიის მიხედვით, როდესაც უფალი ჩამობძანდა, ყველა ადამიანმა დაიწყო სხვადასხვა ენაზე საუბარი. ყველა მაგრამ შეიძლება 2, 3, 4, 10 ერთ ენაზე დაიწყოს, რომ პატარ-პატარა ჯგუფები ყოფილიყო. და ესე ვთქვათ, რომ განიბნია მთელ დედამიწაზე ეს ადამიანები, ვისაც ვისი ესმოდა. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი როდესმე დაფიქრდება ენის წარმოშობის საკითხზე, ძალიან დიდ შიხში შევა. იმიტომ რომ შეუძლებელია რომელიმე ადამიანმა ენა შექმნას. თუ ის დააპირებს ენის შექმნას მთელი თავისი ურთულესი კონსტრუქციით, ის წააწყდება ძალიან დიდ პრობლემას და მისი ცოცხლაში შეიძლება რამდენიმე სიტყვა შექმნას.
მიხდი და ბიბლიის მიხედვით ეს უფალმა წამის მიასედებში გააკეთა. აქედან გამომდინარე ეს ჩვენი ქართულიც, რუსული იქნება თუ ბერძნული იქნება თუ სხვა ნებისმიერი ენა დედამიწაზე დღეს რაც ასე ვთქვათ ისაურაზეს ისაუბრება, ეს ყველა ენა არის ღვთის ქმნილება. და ამიტომ აქ ძალიან დიდი შეცდომა არის, როდესაც მე ვისაუბარი, რომ ის იმას ჯობია, ეს ამას ჯობია. იმიტომ არის შეცდომა, რომ ღვთის ქმნილება ყველა ლამაზია. არც ერთი ქმნილება მისი არ არის ნაკურლევანი. ამიტომ ანტიქრისტეს ამის გადალახვა მოუწევს და ჩვენ ვახსენეთ, რომ ინგლისური არის წამოწეული წინ, რომ სოფლიოში ყველა მერთენაზე იმეთყველოს. და ვფიქრობ, რომ ეს უკვე ნახევარზე მეტად ეს პრობლემა გადაჭრილი არის. მეორე იქნება ეროვნული პრობლემა. აღარ უნდა იყოს, თქვათ, ეს ეხლა ყველამ კარგად ვიცით, რომ რელიგიური კონფერენცია ტარდება თუ სამეცნიერო თუ სპორტული ღონისძიება ტარდება, ყველა თავისი სახელმწიფო სახელით გადის, იქნებ თავისი დროშა აღიმართება და ეს არის ეროვნული, ასე ვთქვათ, იდენტობის განსაზღვრელი, რომ ვთქვათ, გვიხარია, რომ ქართველმა ეს კონფერენცია მოიგო და შემდეგ ეს მასობრივი საშუალებებით გადაიცემა ყველგან ქართული დროშა, ეს გულის ამაჩუხებელიც არის და საინტერესოა სპორტსმენების შემთხვევაში. და ეს არის ძალიან ისეთი ეროვნული მომენტი, რომელსაც ადამიანი არასდროს არ დათმობს. ესეც ანტიქრისტეს ექნება მოსაგვარებელი, თუ მას უნდა რომ სოფლიოს პრეზიდენტი იყოს. და დღესდღეობით მუშავდება Bloom project-ი, ესეთი ძალიან საინტერესო და ძალიან მზაკრული, ესე ვთქვათ, პროგრამა არის, რომელსაც მეორენაირად შეიძლება ესე უწოდებენ ხოლმე ჰოლოგრამას უწოდებენ და ეს ჰოლოგრამა იცით რა არის? ამ ჰოლოგრამის საშუალებით ამერიკაში ხშირად, რადგან ამერიკაში იხვეწება ეს პროგრამა, ატარებენ ხოლმე გარდაცვლილი მომღერლების კონცერტებს. ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ ამ ჰოლოგრამის საშუალებით სცენას მინათება ხდება, ესე ვთქვათ, ლაზერული დასხივება არის. მოდენი მცდელობა საქართველოშიც იყო ამისაზე. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველგან ხვეწავენ ნელ-ნელა. და თუ ვწდები ახლა იყო მოსკოვშიც ერთ-ერთი ჩვენი ქართველი გარდაცვლილი მომღერლის საღამო ჩატარდა და იქაც ანალოგები განმარტა. დიახ, ეს არის დახვეწის პროცესში, თუ ხშირად ინტერნეტ სივრცეში ჩანს ხოლმე მომენტები, როდესაც თითქოს უფალი არის გამოსახული ცაზე და ხალხი ყვირის ღმერთო გვიშველე და ამინ და ესეთ კომენტარებს წერენ და ეს რეაქციები არის. აი ზუსტად ეს არის, ასე ვთქვათ, ჰოლოგრამა. მინათება. ჯერ დაიწყებენ უფლის გამოსახულებით და შემდეგ მათი მზაკრული პრობლემა, მათი მზაკრული, ასე ვთქვათ, ამოცანა რაც არის, ამასაც გეტყვით, მაგრამ როდესაც უკვე ანტიქრისტეს მოცლის პერიოდი იქნება და ანტიქრისტე გამოჩნდება ამ მინათებით, ანუ ამ ჰოლოგრამით ისინი აპირებენ ასეთი რამის გაკეთებას. გამოჩნდება ცაზე უცხო ხომალდები და თქვათ შეიძლება დღეს ტოკიო დაბომბონ, ხვალ ნიუ-იორკი, ზეგ პარიზი, სხვადასხვა ადგილებში დაიწყება დაბომბები. სინამდვილეში ეს იქნება მინათება, ისე როგორც გარდაცვლილი ადამიანის კონცერტებს ატარებენ. ამ მინათებით იქნება გამოსახული ცაზე ეს უცხო ხომალდები და ამათ უკან იქნება რეალური ნამდვილი ვერტმფრენები, რომლებიც მართლაც დაბომბავენ. და ამ დროს დედამიწის ყველა მცხოვრები ანტიქრისტეს, ასე ვთქვათ, დამქაშების თანამდებობით იტყვიან, რომ რა დროს ფრანგობა, რა დროს იტალიელობა, არ ვიცით ვინ გვებრძვის, მოდით გავერთიანდეთ, რომ ერთად ვებრძოლოთ ყველა ამ უხილავ მტერს. და ეროვნულობის პირველი დამანგრეველი, ასე ვთქვათ, ის არის იქნება ზუსტად ის პროექტი, რასაც ახლა ხვეწავენ და ამზადებენ. და შემდეგი ყველაზე უფრო რთული, ბოლოსკენ იმიტომ მოვიტოვე, ყველაზე უფრო რთული ეს იქნება რელიგიური პრობლემა ანტიქრისტესთვის. იმიტომ რომ შეიძლება ეროვნულობას დათმოს ადამიანმა, შეიძლება ის ენაზეც იმეთყველოს ინგლისურად, მაგრამ მართლმადიდებელს რო უთხრა, რომ შენ ახლა კათოლიკე გახდიან, თუნდაც არც მართლმადიდებლობა, არც კათოლიკობა, არც პროტესტანტობა და უბრალოდ რაღაც სუპერ რელიგია იყოს და მოდი აქ ეთაყვანი, მისთვის ჩვენ ხო ვიცით, რომ ამისთვის მილიონობით ადამიანი არის შეწირული. რელიგიური იდენტობა ისეთი გამსაზღვრელი არის ადამიანის თვითშეგნებისა, რომ ამისთვის მას ძალიან ნადვილად შეუძლია მოკვდეს. ამიტომ ანტიქრისტეს ესეც მოსაგვარებელი ექნება და არაფრით არ მოგვარდება ეს მის მოსვლამდე. ეს მე მგონი ყველაზე რთულად მოსაგვარებელი პრობლემა. როდესაც თვითონ მოვა ანტიქრისტე და გამეფთება, უკვე რო იკურთხება სოლომონის ტაძარში, თავიდან ის დაიწყებს ყველა რელიგიის შემწყნარებლობას თითქოს. მაგრამ მე მკაცრად აკრძალავს ამ რელიგიურ განსხვავებებს და მოითხოვს, რომ იმ რელიგიას დაემორჩილონ და დაემონონ, რომელსაც ის იქადაგებს და რომელსაც ის დაარსებს. ეს იქნება
პირადად მისი თაყვანისცემა, რადგან ამ დროს ის უკვე გამოაცხადებს, რომ ის არის მესია, ის არის ღმერთი და ყველა ადამიანი მას თაყვანს ასე ვთქვათ, უნდა დაემორჩილოს რელიგიური კუთხით და ყველა თაყვანისცემს ასე წერია გამოცხადებაში, რომ თაყვანისცეს ხატს ამას მხეცდა საყოველთა კიდეთა ქვეყანისათა მცხოვრება. მიხდით ეს იქნება საყოველთაო. თვითონ მესამე პრობლემა რაც ყველაზე რთული არის, რასაც ამჟამად ვერ აგვარებენ, თვითონ ანტიქრისტე გადაწყვეტს ამ პრობლემას და აქედან ეწოდება ბიბლიური, ასე ვთქვათ, შეხედულება ამის შესახებ და დარქმეული სახელი ეს იქნება საყოველთაო განდგომილება. და მართლმადიდებლობა დარჩება ამ დროს კუნძულების სახით. შეიძლება რომელიმე მონასტერში იყოს, შეიძლება რომელიმე რეგიონში იყოს. ან შეეხებიან ეკლესიებსაც მართლა. რა თქმა უნდა, ყველაზე გააფთრებით ის მართლმადიდებლობას ეს დაუწყებს ბრძოლას და უფალი საოცარ სიტყვებს ბრძანებს ახარებაში. როდესაც მოვალ უფალი ბრძანებს. რაჟამს მოვიდეო, პოვო მეას მორწმუნე სარწმუნოება ქვეყანასა ზედა. ანუ უფალი სვავს ესეთ კითხვას, რომ როდესაც მე მეორედ მოვალო, განაღავ ნახავ სარწმუნოებას ეს სიტყვას ნახავ მორწმუნესო და იცით რა არის? ნახავს მომავალ მორწმუნეს. იცით რატო სვავს უფალი ამ კითხვას? ანტიქრისტე იმდენად დახოცავს მორწმუნეებს და იმდენად შეავიწროებს და ისეთ მიმოვალ კუნჭულებში მიწდება ყველა მართლმადიდებელს. უფალი ზუსტად ამას გულისხმობს. მისი მორწმუნეების სისხლით იქნება მორწმუნე მთელი დედამიწა. და ამიტომ ბრძანებს უფალი, რომ ნახავ მორწმუნეს, როდესაც მოვალ. მიხვდით? და ეს ძალიან ვერაგული, ესე ვთქვათ, გეგმები არის ანტიქრისტეს და თვითონ ამ სიონისტების, ასე ვთქვათ, ილუმინატების, მასონების, იმიტომ რომ მათ ზუსტად იციან რას აკეთებენ და ჩვენზე გაცილებით ორგანიზებულები არიან. თუნდაც ჩვენს ეკლესიაზე, თუნდაც ჩვენს ერზე, თუნდაც ჩვენ რელიგიურობაზე, ჩვენ ზუსტად არ ვიცით. ზუსტად კი ვიცით რა გვინდა, მაგრამ ვერ მივსდევთ უფლის მცნებებს ისე როგორც უნდა მივსდიოთ და აქედან გამომდინარე დაგსაქსულები ვართ. არა მარტო ერთმანეთში, არამედ შინაგანად ჩვენ თვითონ. ანუ ჩვენ როგორც ქრისტიანები შემდგარი ჯერჯერობით ვერ ვართ. არა როგორც ერი, იმიტომ რომ ერი სიმრავლე ადამიანების. პიროვნულად ძალიან გვიჭირს, თუმცა უამრავი ლიტერატურა არსებობს, როგორ უნდა მოვიცეთ და ლიტერატურას რომ არ იყოს ახარებაც ამისთვის სავსებით საკმარისი არის. უფალი ბრძანებს, რომ თქვენი ცხონებისთვის რაც საჭირო არის, ყველაფერი ნათქვამი მაქვს. მამა გიორგი, 3 წელი და 5 თვე ეს არის პერიოდი, როდესაც ანტიქრისტე გამეფებს დედამიწაზე. ყოველთვის და თქვენთვისაც მაქვს ეს ნათქვამი, ხშირად გვისაუბრეთ ჩვენ ამ თემაზე. ძალიან ერთი პერიოდი ძალიან შემეშინდა, როდესაც დაიწყო საუბარი მეორედ მოსვლაზე და ანტიქრისტეს გამეფებაზე. და იმ შედეგები მის გამეფებას რა რეაქცია მოყვებოდა, ძალიან შემეშინდა. და ქონდა კიდე ჩემს სულიერ მოძღვართან ამაზე საუბარი, მაგრამ აი მორწმუნეები ჩვენ როგორ დავეცემით და ხშირად არის ეს შიში მოსახლეობაშიც და გამიგონია კიდევაც ასეთი მოსაზრებები ადამიანებისგან და ალბათ თქვენც გაგიგიათ რომ აი რატომ დაუშვებს მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო იმას რომ იმეფოს ანტიქრისტემ გაანადგუროს ჩვენი ტაძრები დახოცოს მისი მორწმუნეები მისი შვილები აი ამას რატო და აი ესეთი აზრიც გაჩნდა საზოგადოებაში ეს მორწმუნეებისთვის არის ძალიან რთული რამდენად შევძლებთ ჩვენ მორწმუნეები ამოცნობას იმისას რომ ის არის ანტიქრისტე რატო გავყვებით მას ჩვენი გზაზე რომელიც არის განაჩენის სიკვდილის რომელიც არის მართლაც არის ფარისევლობა და ძალადობა ხო და რატომ ვამბობთ რატომ არ წავალთ იმ გზაზე სადაც მართლაც ჩვენი მაცხოვარი ჩვენი რელიგია ჩვენი მართლმადიდებლობა მან ძალიან საინტერესო კითხვა არის და ბევრ ქრისტიანს აინტერესებს რატომ ეშვება ასეთი რამ ერთი მაგალითი შემიძლია გავიხსენო ბიზანტიის იმპერიიდან ერთ-ერთი იმპერატორი ბიზანტიისა იყო უმკაცრესი უსაშინელესი პიროვნება რომელიც ვისაც მიწდებოდა ყველას კლავდა სრულიად უმიზეზოდ ან შეიძლება თვითონ რაღაც ახირებული მდგომარეობის ვითარების გამო თავისი პიროვნულობის გამო და ერთ-ერთმა ბერმა იმ დროისათვის ვინც მოღვაწეობდა და სიწმინდით გამოირჩეოდა უფალს მიმართა გულის ტკივილით. უფალო რატომ მოგვივლინე ესეთი იმპერატორი, ესეთი ეს საშინელება რატო დაგვატეხე თავს და უფალი საოცარ პასუხს ცემს ამ ბერს. ასეთ რამეს ეუბნება რომ მეტი მაღაზია სხვა უარესი ვერ ვნახე ბიზანტიაში თორე იმას დავაყენებდიო პრეზიდენტ იმპერატორად. და რატომ ხდება ყველაზე უკეთესი იყო? რატო ხდება ზოგადად ანტიქრისტეს ასე ვთქვათ მისი პიროვნების დაშვება დედამიწაზე. ბიზანტიის
შემთხვევაში რატო დაეშვა. იმდენად გაიხსნა საზოგადოება, ჩვენ შემთხვევაში ხშირად იყო ჩვენი მეფეების შემთხვევაში. იმდენად გაიხსნა, რომ არა ეს ადამიანი ბერძნები, იმ დროინდელი ბერძნები ვერაფრით ვერ მიხვდებოდნენ რა მდგომარეობაში იყვნენ და უნდა გამოსულიყვნენ აქედან. მიხვდით, აი რატომ დაეშვა ჩვენ შემთხვევაში კომუნიზმი. კომუნიზმის დროს არ მოხდა ეს ეკლესია ამშენებლობა, რასაც რა მდგომარეობაში და რა ვითარებაში ახლა ჩვენ ვართ. რომ არა კომუნიზმი საერთოდ გაქრებოდა საქართველოს სარწმუნოება. იმიტომ რომ უკვე თითქმის ჩამოსაცვლელი ადამიანები შემოდნენ, ვინც თაყვანსებდა ღმერთს. და ამ დაშვებით ისიც როგორ არის ჭიაყელას ან რამე ისეთ მატოს ფეხს რო დაადგა ის იკლაკნება. კი ვერაფერს გიშვება, მაგრამ მაინც იკლაკნება, ანუ ცდილობს თავი დაიცვას. თქვენ ვერ ნახავთ ვერსად იმ რაოდენობის სამეცნიერო ნაშრომს იმ მოკლე დროში, რასაც კომუნიზმის პერიოდი თქვია საქართველოში, კორნელი კეკელიძიდან მოყოლებული ასე ვთქვათ 50-იან წლებამდე, რაც საქართველოში შეიქმნა საკუთარი ეკლესიის, საკუთარი ეროვნულობის დასაცავად. უამრავი ტომეული შეიქმნა ამ მოკლე დროში სხვაგან ასეთ რამეს ვერ ნახავთ. რატომ? იმიტომ რომ შესაძაც ჩვენ რუსეთი გვიტევდა და ცდილობდა რომ ჩვენი ეროვნულობა წაეღო, მიეთვისებინა, გაენადგურებინა, მაშინ საქართველოში გამოჩნდნენ პიროვნებები, ინტელიგენცია, ძირითადად მწერლები, რომლებიც ამას მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდნენ და ბევრმა ამას თავიც კი შეწირა. მიხვდით, ანუ ეს არის ადამიანის გამოღვიძებისთვის. რატომ ხდება ადამიანის შემთხვევაში განსაცდელი? როდესაც ჩვენ მიგვეძინება სულიერად, თუ რამე განსაცდელმა არ გამოგვაფხიზლა, აუცილებლად გარდავიცვლებით, მოკვდებით სულიერად. მიხვდით, ანუ ეს ღვთისხელში არის საშუალება რომ გამოგვაფხიზლოს. ის ბერძენი იმპერატორი, იმიტომ იყო დანიშნული რომ ბერძნებს როგორმე ეგრძნოთ რა საშინელ მდგომარეობაში იყვნენ და ჯოჯოხეთისკენ მიექანებოდნენ და მაშინ ამ იმპერატორმა გაამართლა. ბერძენი ხალხი მიხვდა და მობრუნდა ღვთისკენ და შენდობა ითხოვა. კომუნიზმის დროს ხო მობრუნდით ჩვენ ფაქტიურად. ჩვენი ხელით აზრები დავაგრიეთ, ახლა ჩვენი ხელით ვაშენებთ. რომ არა კომუნიზმი, იმდენად ფარისევნური იყო მაშინ სარწმუნოება, თუნდაც სასულიერო დასშიც სამწუხარო არის ამის აღიარება, მაგრამ ეს ასე იყო. რომ უკვე სარწმუნოებით კი არ უდგებოდნენ, როგორც სამუშაოს, როგორც რაღაც ეს საქმეს, ესე არა და სინამდვილეში ღვთისმსახურებას არ შეიძლება სამსახური ეწოდოს. ეს არ არის უბრალოდ სამსახური. აი თქვენ როდესაც წირვას ესწრებით, ხო ნახავთ რომ იქ მღვდელი იმოსება განსაკუთრებული სამოსით. და ჩვენ როდესაც საკურთხეველში მსახურობთ, იქ უბრალოდ არ ვეხებით ნივთებს. ჯერ საკმეველს უკმევთ, მოკრძალებით. ეს იმას ნიშნავს, იმიტომ არის ეკლესიურად ასეთი მსახურება და ასეთი მოქმედება დადგენილი ზარებს რო ვრეკავთ და ასე შემდეგ, რომ თითოეული ადამიანი მიხვდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ საკეთებელი საქმე. ეს არის იმ ღმერთის თაყვანისცემა და მსახურება, რომელიც ყოველსავე განაგებს, ასე ვთქვა და ყოველივე უწყვის და ყოველად ბრძენი არის. ამიტომ რადგან ეს განსაკუთრებული საქმე არის, იქ სამოსიც განსაკუთრებულია, მოქმედებაც, ვთქვათ, ტაძრის შინაგანი მოწყობას და ასე შემდეგ. რაც შეეხება ანტიქრისტეს როგორ შეიძლება ვიცნოთ? ვფიქრობ, რომ რაზეც ვისაუბრეთ, ის სრულიად საკმარისია, რომ მართლმადიდებლო ადამიანმა მიხვდეს, ვინ არის სინამდვილეში ანტიქრისტე, მაგრამ ერთ-ერთი კიდევ, რა მინდა ვთქვა, მისი მეფობა არ იქნება 3 წელიწადნახევარი. მისი მეფობა დანიელის წინასწარმეტყველის მიხედვით იქნება 7 წელი. უბრალოდ ეს 7 წელი იყოფა ორ პერიოდად, ეს არის პირველი პერიოდი 3 წელიწადნახევარი, მეორე 3 წელიწადნახევარი. პირველი 3 წელიწადნახევრის განმავლობაში ის იქნება ძალიან ლოიალური, ტკბილი, ასე ვთქვათ, კეთილი, ყველას თავს შეაყვარებს და აი მესამე რაც გამოიწვევს ამას ალბათ მისდამი მიდრეკილებას, ხო და პატივისცემად. ითქვია, რომ ალბათ თუ არა ღმერთი ასევე შეუძლია მოგვექცეს. და აი მეორე 3 წელიწადნახევარი პერიოდი არის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, როდესაც დაიწყება საშინელი დევნა. და ერთ-ერთი ყველაზე რაც მორწმუნემ უნდა დაიმახსოვროს, ყველაზე ესე ვთქვათ, ეფექტური მისგან, რაც იქნება, ჩვენ ვიცით, რომ ის ეცდება ყველანაირად იესო ქრისტეს მიემსგავსოს, მისი მოსვლას და ასე შემდეგ. და ყველაზე დიდი მზაკვრობა, რაც აუცილებლად მორწმუნე უნდა იცოდეს, ბიბლიის მიხედვით ეს არის, რომ დანიელ წინასწარმეტყველი ამის შესახებ საუბრობს, რომ ის გაითამაშებს კუდრეთით აღდგომას. მას კონფლიქტის დროს ესვრიან იარაღს. ახლა დანიელ წინასწარმეტყველს ეს სიტყვებით ესე აუწერია, იმიტომ რომ მაგ დროს არ იყო ეს პისტოლეტი და ეს ცეცხლსროლი იარაღი. ანუ ის დაიჭრება და მისი გარემოცვა გამოაცხადებს, რომ გარდაიცვალა. და ის მესამე დღეს გამოჩნდება. გაითამაშებს ამ ყველაფერს. სათუნის თაღლითია. როგორც მისი ყველა წინას, როგორც ყველა მისი ასე ვთქვათ, სასწაული. ყველა სასწაულს აბსოლუტურად ის
ჩაიდენს და მოახდენს აი იმ ჰოლოგრამის პროგრამით, რაც ახლა იხვეწება მისთვის. მივხვდით, აი ძალიან დიდი მსაყრობა არის და უბრალოდ დაკვირვებული ადამიანი ამას აუცილებლად შეამჩნევს. მივხვდით, შეუძლებელი არ შეამჩნიოს, მაშინ ალბათ აქ მე მამა გიორგი თუ შეიძლება შეგაწყვეტინებთ მე მოვთხოვ მაყურებელს რამას კარგად მოусვინონ რომ გაზიარებები ხდება ხოლმე სოციალურ ქსელში აი ამ ჰონოგრამით გამოსახული ჯვრის, მაცხოვრის სახის, ნუ გაიზიარებთ ამას გაიზიარეთ და თუ თქვენ ამას გაიზიარებთ იმ წუთში მოულოდნელი სიხარული მოგერგებათ არის ასეთი რაღაცა მოგეცემათ ნუ გააკეთებთ ამას ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა მხოლოდ სასულიერო პირთან საკუთარ მოძღვართან გაიარეთ ეს კონსულტაცია ალბათ ასეა საჭირო გქონდეთ მათთან ურთიერთობა არ არის ეს ასე მით უმეტეს სოციალურ ქსელში ეს რაღაც შეგნებულად მიზანმიმართულად ხდება შემზადება ჩვენი სულიერი იმისათვის რომ აი თურმე თუ ამას გავიზიარებთ მოულოდნელი სიხარული გვეწევა არ არის ეს ამით ჩვენ ვიზიარებთ იმ ცოდვას იმ საშინელებას რასაც ქვია ანტიქრისტეს გამეფება და მისი ეგრეთ წოდებული თითქოს სასწაული მოქმედება ალბათ ასეა რა მამა დიახ რა თქმა უნდა თქვენ სწორად ძანეთ აი უბრალოდ ერთ შედარებას მოვიყვან როგორ გვათელილებენ ჩვენივე სიწმინდე ჩვენივე ხელით ეს ადამიანები ვისაც ჩვენ დღეს მასონებს უწოდებთ და სინამდვილეში არიან კიდეც ნამდვილად ღვთის მტრები ავიღოთ დროშა ცისარტყელას დროშა რომელიც ახლა LGBT საზოგადოებას თავიანთ თავარ ესე ვთქვათ სიმბოლოდ აქვს სინამდვილეში რა არის ეს ცისარტყელა როდესაც წარღვნა მოხდა ბიბლიაში ეს ნებისმიერ შეუძლია მოიკითხოს შესაქმეში როდესაც წარღვნა მოხდა და დასრულდა ეს ყოველივე ნოეს ეუბნება უფალი ესეთ სიტყვებს რომ არასდროს აღარ იქნება დედამიწაზე წარღვნა და ამის ნიშნად მე მოგივლენ ცაზე ცისარტყელას და ეს იქნება ჩემს და ადამიანებს შორის აღთქმა ნიშანი იმისა რომ არასდროს აღარ იქნება ასე ვთქვათ იგივე წარღვნა იგივე სახის რაც მაშინ მოხდა და რამაც ფაქტიურად მთელი დედამიწა გაწყვიტა. აი თქვენ თუ დააკვირდებით, როდესაც იწვიმებს რომელიმე მხარეს აუცილებლად ჩნდება ხოლმე ეს ცისარტყელა. ამ კუთხით ძალიან საინტერესო არის დავით გარეჯი. მუდმივად დავით გარეჯის ცაზე არის ცისარტყელა სხვათა შორის. ცისარტყელა არის და რატომ იცით? აი ამ ცისარტყელით, როდესაც წვიმის შემდეგ ეს ცისარტყელა გამოისახება. ხშირად აქვს ხოლმე ერთ მდინარეში ერთი თავი, მეორე მდინარეში მეორე თავი. ეს ნიშნავს იმას, რომ უფალი გვახსენებს, რომ ნუ გეშინიათ, წვიმა კი იყო, მაგრამ წარღვნა აღარ იქნება. და ამ ჩვენს ასე ვთქვათ სიმბოლოს მშვიდობისას, რასაც უფალი ჩვენ გვთავაზობს, ჩვენივე ხელით გვახევინებენ, შეურაცხყოფას გვაყენებინებენ და ასე შემდეგ. მივხვდით? და სინამდვილეში იცით რას ნიშნავს? იმ LGBT საზოგადოებამ ეს არც იცის რა დაუჭირავთ ხელში. სინამდვილეში იმ პროპაგანდისტები და ამათ უკან სინამდვილეში ბოროტი ძალად დგას, მან იცის რომ ეს წარღვნა მოხდა გარყვნილების გამო. და ადამიანებს ვეაქნევინებს ღვთის წინაშე ამ დროშას და ეუბნება, ასე ვთქვათ, რომ აი წარღვნას მაინც ვერ მოვალენ, იმიტომ რომ შენი ნათქვამია და დანარჩენი რაც გინდა ქენი მივხვდით, ან დასცინის ეშმაკი თავის აზრით, ასე ვთქვათ, ღმერთს ამ დროშის იგივე იმ ნიშნის, ასე ვთქვათ, ფრიალით, რაც უფალმა ჩვენ მოგცა. მივხვდით? აი ხლა რაც შეეხება იმ ჰოლოგრამას უფლის გამოსახულებით, აქ პრობლემა რა არის, იცით? ადამიანებს ეს მართალი გონიან და სინამდვილეში ტყუილი არის. და თუ ვინმეს ვთქვათ უფლის დანახვა უნდა, აიღოს სახარება, აიღოს ბიბლია, გადაშალოს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ მაგრამ ბევრად მარტივია სოციალურ ქსელში ეს ნახონ, ვიდრე წაიკითხოთ. და კიდევ ამ ყველაფერს ადამიანები იყენებენ, მე თქვენ თქვით, რომ თუ ამას გააზიარებთ, უცნობის სიხარული, მოულოდნელი სიხარული მოწევათ, სინამდვილეში ეს ძალიან მსაკრული რამ არის. და ხდება მინაწერები ესეთი დიდება უფალს მადლობა უფალს და დაახლოებით ასეთი რამ. ესეც მიზანმიმართულად. დიდება უფალს და მადლობა უფალს ჩვენ აუცილებლად უნდა უთხრათ ჩვენი პირადი, თუნდაც იმის გამო რომ ცოცხლები ვართ, თუნდაც იმის გამო რომ ნათესავები ყავს, დედა, მამა, შვილები, თუნდაც იმის გამო რომ სიყვარული შეგვიძლია. და ძალიან ბევრი რამის გამო რაც ჩვენს გარშემო ხდება. და რაც შეეხება მაგ გამოსახულებებს, ჯერ მაგით დაიწყებენ. რომ ადამიანები მიაჩვენონ, რომ თითქოს გამოსახულება, თითქოს გამოცხადება ხდება. შემდეგ უკვე იმ გამოსახულებას ჩაინაცვლება ანტიქრისტეს, ასე ვთქვათ, გამოსახულებები. ანუ მთელი ზამკრობა ბოროტის მთელი, ასე ვთქვათ, ფილოსოფია, როდესაც ადამიანს აცნობს, არის ეს, ჯერ მოდის კეთილი აზრით. ჯერ აუცილებლად სიკეთით იწყებს, თორემ თუ თავიდანვე ბოროტით მოვიდა, ადამიანი მას არ უსმენს. ჩვენ რა თქმა უნდა მორწმუნეებს საუბრობთ.
მამა გიორგი, აი შეიძლება ძალიან არაორდ რაღაცნაირი კითხვა დავსვა ახლა და მაყურებელმა შეიძლება გამკითხოს კიდევაც ამაზე, მე ბუდიშსაც მოვიხდი და შეინდობას ვითხოვ, მაგრამ აი მაცხოვარი ჩვენი თავისი სათნო სახით, ხო, აი არის რაღაცა საოცრება, ხო, და მადლობა უფალს, მაგრამ აი მსგავსება მე მიჭირს და ბუდიშს ვიხდი და შეინდობასაც ვითხოვ ამ სიტყვისთვის, მაგრამ აი მე ვერ წარმომიდგენია, რომ დედამიწაზე იყოს ადამიანი იშოს, რომელიც თავისი სახით, ყველაფრით აბსოლუტურად მიემსგავსოს მაცხოვარს. ეს წარმოუდგენელი რამ არის. აი ფილმებს რომ ვუყურებთ ხოლმე, ხო თითქოს რაღაცა, მაგრამ მაინც არ არის, იმიტომ რომ ის სხვა არის აბსოლუტურად. აი ეს აი ამ ანტიქრისტეს შემთხვევაში როგორ იქნება მისი აი ვიზუალური ხარჯი. შეიძლება რაღაც არაორდინალური კითხვა დავსვი ახლა მე, მაგრამ აი ვიზუალური არის. მესმის თქვენი კითხვა. მე ვერ წარმომიდგენია მაცხოვარზე სათნო ადამიანი გაჩნდეს ქვეყანაზე. ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი, იმას გაგიზიარებ და გეტყვით. მაშინ გრემის მონასტერში ვიყავით, ჩვენ ნახეთ სურათი. ეს სურათი არის გადაღებული, როდესაც ჯორჯ ბუში უმცროსი გამოდის სიტყვით. მაშინ ჯორჯ ბუში იყო ამერიკის პრეზიდენტი. და მოგეხსენებათ, იქ ძალიან ბევრი ფოტოს გადაღება ხდება. და ერთ-ერთ ფოტოზე აღიბეჭდა პიროვნება, რომელსაც მეწამული მანტია აქვს შემოსხმული და ხელში უჭირავს კვერთხი. ანუ ფოტო რო გადაუღეს ბუშს მარჯვენა მხარეს უდგას ეს პიროვნება ადამიანი, რომელიც სინამდვილეში იქ რა თქმა უნდა არ ყოფილა, მაგრამ ეს ობიექტივა დააფიქსირა. უამრავ მეცნიერს გაუგზავნეს, ვინ შეიძლება ეს იყოს, იმიტომ რომ ზუსტად იციან, რომ იქ ასეთ პიროვნება არ მდგარა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ხდება ხოლმე აღბეჭდა ამ ფილებზე სხვადასხვა უხილავი მოვლენების. ეს ყველა მიცით და ყველა მიცის. და შემდეგ გაუგზავნეს ეს საბერძნეთის დღევანდელ ოფიციალურ ეკლესიას. და იქ შეიკრიბა სინოდი და ძალიან ბევრი იფიქრეს, უყურეს ამ სურათს, იბჭეს და დაადგინეს, რომ ეს იყო ანტიქრისტე. და მე რო შემეძლოს ახლა განახედით, მაგრამ ის ფოტო ჩემთან ახლა არ არის. აბსოლუტური ასლი არის იესო ქრისტეს სახით. მისი თმები, ისეთივე თმები, ზუსტად ისეთივე გამოხედვა, ზუსტად ისეთივე იერი. ანუ თქვენ ნანახი გაქვთ? კი, მე ნანახი მაქვს და ასე ვთქვათ, შემდეგ ვინანე, იმიტომ რომ წმინდა მამები ისეთ რამეს საუბრობენ, რომ ნეტარია ის ადამიანი, ვინც მის სახეს არ იხილავს. იმიტომ კი არა, რომ საზარელი შესახედი იქნება. ის აბსოლუტურად ემსგავსება იესო ქრისტეს, მისი გარეგნული, ასე ვთქვათ, შესახედაობითაც და ამით ძალიან ბევრს აცნობს. და ის იტყვის, რომ ის კი არ იყო მესია, ვინც აი მე ვარ მესია, მიხვდით და აი წინამორბედიც ეყოლება, აი როგორც გითხარით, იქ მკვდრეთით აღდგომასაც გაითამაშებს და აქედან გამომდინარე მას ძალიან ბევრი ალბათ შეიძლება მასზე კარგად არავინ არ იცის დღეს ბიბლია. ზუსტად ხო იცის რას აკეთებს, რისთვის ემზადება, რა დადგმები უნდა გააკეთოს. და მინდა კიდე ერთი რამ ვთქვა, რომ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ ადამიანები, რომ ასე ვთქვათ არ შეგვეხოს მისი საცდური. მე ძალიან მეშინია და ხშირად მისაუბრია თქვენთანაც, იცით თქვენ ამის შესახებ, აი რა გავაკეთოთ მამაო, მართლაც საინტერესო კითხვაა. ძალიან ბევრი მოუწყუნე გვიყურებს ჩვენ ახლა და რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ შეგვეხოს, რომ არ დავეცით, რომ არ გავყვეთ მას და დაველოდოთ ჩვენი მაცხოვრის მეორედ მოსვლას. მოსვლას, როცა ის ამბობს, რომ ნეტა დახვდებიან თუ არა მას მოუწყუნეები და რომ ჩვენ დავხვდეთ მას დედამიწაზე. დიახ, ძალიან საინტერესო კითხვა არის და ამ კითხვაზე პასუხი არის თლიანი სახარება, მაგრამ მე მინდა სახარებიდან ერთი პატარა მონაკვეთი შეგახსენოთ. უფალი ესეთ სიტყვებს ეუბნება თავის მოწაფეებს ამაღლების წინ. შვიდობასაც ჩემსა მოგცემ თქვენ, ჩემ შვიდობას გაძლევთ, ჩემ შვიდობას გიტოვებ თქვენ და შემდეგ აგრძელებს, რომ არა ისე როგორც სოფელი აძლევს შვიდობას, არამედ სხვაგვარ შვიდობას გაძლევთ, სხვაგვარად გაძლევთ. აქ ისმის ერთი კითხვა, რომ რა მშვიდობა არის ის, რასაც უფალი აძლევს ადამიანებს და რა მშვიდობა არის ის, რასაც ეს სოფელი აძლევს ადამიანებს. ზოგადად ნებისმიერი ომი, რაც კი დედამიწაზე როდესმე დაწყებულა, აბსოლუტურად ყველა ომი იწყება მშვიდობის საბაბით. თუნდაც ახლა უკრაინაში, თუნდაც ისრაელი რატო იბრძვის, ამბობს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავანადგურო ეს პალესტინა და ვიყო მშვიდად. მიხვდით? საბაბი ხო ეს არის? რა არის ახლა თქვათ უკრაინაში საბაბი ან რუსების მხრიდან ან თუნდაც უკრაინელების მხრიდან არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშორო ეს რუსეთი, რუსების მხრიდან არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარო ეს უკრაინის პრობლემა. და მე ვიყო მშვიდად. ჩვენ შემთხვევაში შაჰ აბასი რატო გვესმოდა თავს?
მოდი ეს საქართველოს პრობლემა ვაგვარო და აქეთ აღარ მექნება გამოსახედი. იმიტომ თესავდნენ ხოლმე მარილში რა და ანადგურებდნენ თქვათ ვენახებს და ბაღებს და ასე შემდეგ. ეს არის ანუ ერისგან ამ სოფლისგან მიცემული მშვიდობა არის ეს დროებითი. თქვენ ვერ ნახავთ ისტორიულ ასე ვთქვათ პარადიგმას ისეც რომ ვინმეს ომი მოეგოს და იქ ყველაფერი დასრულებული იყოს. ნუ ჩვენ ვიცით უამრავი და უდიდესი მეფეები რომლებიც იგებდნენ ომებს, მაგრამ იქ ყოველთვის აჩანყება აღმოცენდებოდა და ამიტომ ეს დროება, რასაც ადამიანს მშვიდობა, რასაც ადამიანს ეს სოფელი აძლევს, ეს არის დროებითი. და ეს არის არ უნდა გაგვიკვირდეს და ეს არის ვაზზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად მიღებული მშვიდობა. და იესო ქრისტე, რასაც ჩვენ გვაძლევს ჩვენი უფალი, როგორ მშვიდობასაც ჩვენ გვთავაზობს, ეს არის საკუთარ თავზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად მიღებული მშვიდობა. ეს სრულიად სხვა რამე არის და ის სრულიად სხვა რამე არის. მივხვდით, ყველაზე რთული ბრძოლა ჩასატარებელი, აღსასრულებელი არის საკუთარ თავთან. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ებრძვის, თან ურტყამს თან ეწოდება. იმიტომ რომ მასვე ტკივა. მივხვდით, მაგრამ როდესაც ახლა სხვას ებრძვი, სხვას ესვრი, შენ ხო არ ტკივა. სხვას აზიანებ და ასე ვთქვათ, დაყენებ ტკივილს. ამიტომ თუ ადამიანი ამ მშვიდობას გადალახავს იმ უფლის მოცემული კიდე ერთი საოცარი მცნებით, ესეთ რამეს ბრძანებს უფალი მოწამეებთან, რომ ისწავლეთ ჩემგან რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულით. ანუ მშვიდი ვარ და თავმდაბალი. უფალი ესე ბრძანებს და მე ამატებს საოცარ სიტყვებს, რომ და პოვოთ განსვენებას ულთა თქვენთან, ანუ დაისვენებთ. თუ იქნებით ისეთი მშვიდი, როგორც მე ვარ, თუ მომბაძავთ და თუ იქნებით ისეთი უზაკველი, და ჩვენ ხო დღეს არ ვართ დასვენებულები. არა. ხან რა უნება გვაწოლებს იმან ასე თქვათ იქ იმან რუსეთმა ისე თქვა ამ რა უნდოდა ჩემგან, რა უნდოდა იმ ანუ ჩვენ დღეს მშვიდად არ ვართ. იმიტომ რომ უფლის ამ სიტყვებს არ ვისმენთ. და ანტიქრისტეს ასე ვთქვათ ბრძოლასთან შესახვედრად ეს არის ყველაზე კარგი საშუალება. იყავი მშვიდი, მდაბალი და აუცილებლად უფალი ესე ძალიან განათებული რაკურსით დაგანახებს ანტიქრისტეს ნამდვილ სახეს. შეუძლებელია, იმიტომ რომ უფალი ასეთ სიტყვებს ბრძანებს სახარებაში, რომ ჩემს მორწმუნეს ვერავინ ვერ წარმართმევს. მივხვდით? აი ეს ხო საოცარი სიტყვები არის, ვერავინ ვერ წარმართმევს და წარმოგიდგენთ ხა როგორ შეიძლება უფალმა მისი ერთგული ადამიანის თვალთა წინაშე დაფაროს ანტიქრისტეს მთელი ეს საყრობა, რასაც ჩვენ ვისაუბრეთ და რასაც წმინდა წერილი საუბრობს. ეს ხო შეუძლებელია. ანუ საშიში ჩვენთვის ის არ არის, რომ ანტიქრისტეს ვიცნობ თუ ვერ ვიცნობ. აუცილებლად ვიცნობთ. აი საშიში ჩვენთვის ის არის, რომ იმ სიტყვებს უფლისას მშვიდობისა და ასე ვთქვათ უზაკველობის შესახებ არ ვისმენთ, არ ვიმყვებით და ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვისმენთ და ძალიანაც გვინდა რომ მივყვეთ და მართლაც გვინდა, მაგრამ აი საკუთარი თავი გვეცოდება, როდესაც ურტყამთ, იმიტომ რომ ტკივილი არის საკუთარ თავთან, რაღაც დავთმოთ, რაღაც ვიღაცას მოუთმინოთ, თქვათ ან ოჯახში იქნება, ან სამეგობროში იქნება და ამის გამო არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი დედამიწა იტანჯება ეს ამ ადამიანური კონფლიქტებით. არ უნდა მოთმენა, არ უნდა მოითმინოს, უნდა რომ თავისი გაიტანოს და ამით ადამიანი ყოველთვის შფოთში და ყოველთვის კონფლიქტში. მოთმინებითა შეინითავებოდა სულში, რა თქმა უნდა. მამა გიორგი, მეორედ მოსვა ძალიან ხშირად ეხა თქვენ რომ მისმენთ გამახსენდა უწმინდესის ფრაზები, ბრძანებს, ხშირად ბრძანებს ჩვენი პატრიარქი, ბრძენი პატრიარქი, რომ დღეები, შეიძლება საათები ან წუთები იყოს დარჩენილი მეორედ მოსვლამდე. მეორედ მოსვა ბიბლიური ცნობით ვიცით, რომ ხოლმე იქნება მას შემდეგ, რაც ანტიქრისტე გამეფდება, დასრულდება მისი გამეფება, იმით რომ იქნება მეორედ მოსვა. ამასაც რო შევეხოთ მეორედ მოსვლას. მეორედ მოსვლა რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ველოდებით. ქრისტიანები ველოდებით მაცხოვრის მეორედ მოსვლას. ცოტა შორის ძალიან საინტერესო კითხი არის, ბიბლია იყოფა ორ ნაწილად. ორ ნაწილად იყოფა და პირველ ნაწილს ქვია ძველი აღთქმა. დიახ. მეორე ახალი აღთქმა. ახალი აღთქმა. შეიძლება ადამიანებმა არ იცოდნენ, რა თქმა უნდა, ბევრს ეცოდნენ, მაგრამ რას ნიშნავს ეს ძველი და ახალი აღთქმა და რატო ეწოდება მას და არის თუ არა ეს პირობითი. ძველი აღთქმა იმიტომ ეწოდება, რომ როდესაც ადამი და ევა სამოთხიდან გამოიდევნენ, უფალი დაპირდა, რომ მათ მოულენდა მესიას. და რადგან მესია მოულენილი არის უკვე და ის უკვე განკაცებული არის, ეს აღთქმა ესე ვთქვათ შესრულდა. და ამ აღთქმას ეწოდა ძველი, იმიტომ შესრულებულია. და რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ეს არის ახალი აღთქმა. ჩვენ ელოდებით მის მეორედ მოსვლას. ანუ ძველი და ახალი აღთქმა ნიშნავს ძველი პირველი აღთქმა შესრულდა და დაერქვა მას ძველი და ეხლა ჩვენ ვართ ახალი აღთქმის პერიოდში.
ახალი აღთქმა არის, რომ ჯერ არ მობრძანებულა უფალი, ანუ ველოდებით მის მეორედ მოსვლას. და რაც შეეხება იმ პერიოდს ვერავინ არ განსაზღვრავს, მაგრამ ჩვენ როგორც კი დავინახავთ ანტიქრისტეს, ანუ იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც ის ჩაიდენს, ჩვენ მას ვიცნობთ და მივხვდებით, ვინც არის. აი უკვე იმ დღეებიდან ჩვენ უკვე ესე იგი აქტიურ ფაზაში გადავალთ უფალთან შეხვედრის მომზადებისთვის. იმიტომ რომ უკვე გვეცოდინება რომ მართლა დღეები არის დათვლილი, ის წლები ძალიან სწრაფად გაივლის. ანტიქრისტეს დროს ისეთი საკითხები დატრიალდება, აი წარმოიდგინეთ, როდესაც დღე საინტერესოა როგორ სწრაფად გადის. და როდესაც მარტო არის ადამიანი, არ გადის ეს დრო და იწელება და ასე შემდეგ. იმდენი ისეთი საკითხები მოხდება ანტიქრისტეს დროს და იმდენად ესე ვთქვათ, ელვისებური ვითარება იქნება შეცვლის ზოგადად პლანეტის საშუალებით, პლანეტის მასშტაბით, რომ ადამიანისთვის ძალიან სწრაფად გავა 7 წლიანი პერიოდი. ასე ვთქვათ, თვალდახელშვა გაქრება. მიხვდით და თუ ადამიანი არ დაიწყებს აქედანვე ან თავის თავს არ დაუსვამს საკითხს, რომ დღეიდან უნდა დავიწყო შეხვედრა უფალთან შესახვედრად, თუმცა არც ეს არის მთლად სწორი, იმიტომ რომ უფალთან შესახვედრა ჩვენ ყოველთვის ველოდებოდეთ, იმიტომ რომ ხო არ ვიცით მოესწრებით ვარა მის მეორედ მოსვლას. ეს ხო ჩვენ არ ვიცით. ამიტომ ჩვენთვის მეორედ მოსვლა მაშინ იქნება, როდესაც ჩვენ გადავიცვლებით. რომ გადავიცვლებით, ხო მოგვიწევს უფლის წინაშე წარდგომა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ველოდებით ახალი აღთქმის შესრულებას. მაგრამ უფრო აქტიური ჩვენთვის არის სიკვდილისთვის მზადება. იმიტომ რომ არ ვიცით, ნამდვილად არ ვიცით, როდის მოხდება ეს და რამდენ ხანს გასტანს ჩვენი ცხოვრება. შეიძლება ხვალ დასრულდეს, შეიძლება 10 წლის შემდეგ დასრულდეს. აქედან გამომდინარე, ქრისტიანი ამ კუთხით, ამ ჭრილში თუ განვიხილავთ ამ საკითხს, არ ელოდება მის მეორედ მოსვლას. ელოდება მის გარდაცვალებას, მისი გარდაცვალება უკვე უფალთან შეხვედრას ნიშნავს. მამა გიორგი, როგორც უკვე აღნიშნეთ, ანტიქრისტეს გამეფება დაკავშირებულია ბოლო ჟამთან, ხომ, უფლის მეორედ მოსვლასთან და ხშირად და ყოველთვის ჩვენი პატრიარქი გვეუბნება ესეთ რაღაცა სიტყვებს, ვიცხოვროთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. აი როგორ შეგვიძლია აი ამ გარემოში, როცა ჩვენ ვხედავთ დასწრესილ საზოგადოებას, ზიზღის ერთმანეთის მიმართ, კონფლიქტები, ომი, საშინელება ხდება ჩვენს გარშემო, ხო? საინტერესოა იმ პირობებში როგორ შევძლებთ ჩვენ რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისთვის, იმიტომ რომ ვითარება მართლაც აი სინოდის ბოლო გადაწყვეტილებას თუ წავიკითხავთ, იქ უწმიდესი ბრძანებს რომ ვითარება არის ძალიან რთული და ამავე დროს საშიში და ამ ფონზე საქართველოს ზრუნვის მნიშვნელოვანია ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის და მის მიესალმება კიდევაც უწმიდესი ამ გადაწყვეტილებას რომ ვინარჩუნებთ ჩვენ მშვიდობას. როგორ მოვემზადოთ ამისთვის, მამა გიორგი, როცა აი ასეთი ვითარებაა ჩვენს გარშემო? ოჯახშიც კი სირთულეებია. იცით, რა შეიძლება ვთქვათ ამის შესახებ? ჩვენ არ ვცხოვრობთ მარტო ამ ასე ვთქვათ ორომტრიალში და ალიაქოთში. მარტო ჩვენ არ ვცხოვრობთ. ჩვენი წინაპრებიც ამ ასეთ სტრესში ცხოვრობდა და ჩვენ თუ გადავხედავთ მე-17 საუკუნეს, მე-17 საუკუნეს საქართველოს ისტორიაში ეწოდება შავი საუკუნე. იქ არის ტყვეთა სყიდვა, ოსმალების შემოსევა, სპარსელების შემოსევა, ირანელების, ლეკების და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ ძალიან კარგი პერიოდი გვიდგას. უბრალოდ ადამიანი იმ წეღანაცეს ვისაუბრეთ, იმის შესრულება რო ეზარება და რომ ასე ვთქვათ, ყურადღებას არ აქცევს იმას, რასაც უნდა აქცევდეს. ეს ვთქვათ, ჩვენს გარშემო მიმდინარე კონფლიქტები, თუნდაც ოჯახური, თუნდაც მეგობრული, თუნდაც ესე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი, ეს მარტივი დასანახია. და ძალიან მარტივია გამოდვებით სხვაზე საუბარი, რომ ის ცუდია, ის დამნაშავეა, ის მკვლელია და შემდეგ. ამ დროს ჩვენ უწყდებით ჩვენ შინაგანს და მზერას მიმართავთ გარეთ. სინამდვილეში თუ ადამიანი შიგნით მიმართავს მზერას დააკვირდება, რომ იქ ძალიან ბევრი მოსაგვარებელი არის. ჩვენ შინაგანს გულისხმობ, რა თქმა უნდა, პიროვნულს. და თუ კი ის ამ ყველაფრის მოგვარებით დაკავდება, საერთოდ ვერ შეამჩნევს გარშემო რა ხდება, მით უმეტეს ოჯახში. იმას არ გულისხმობთ ეხლა, რომ ასე ვთქვათ, უგრძნობელი გახდეს იმ ყველაფრის მიმართ, რაც მის ოჯახში ხდება შვილებთან ან დედ-მამასთან ან ამ შემდეგ ნათესავებთან. არა, პირიქით, როდესაც ადამიანი დაკავდება მთავარით, მისთვის უკვე ესე ვთქვათ, ის არ იქნება მთავარი, რაც მის გარშემო ხდება, რაზეც ახლა ჩვენ აქცენტებს ვაკეთებთ, რომ იქ რა ხდება, იქ ვთქვათ, ისრაელში რა ხდება, ხასაში რა ხდება, უკრაინაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვტკივა და აუცილებლად უნდა გვტკიოდეს, მაგრამ
ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის ესე ვთქვათ ყურადღების არ უნდა მოგწყვიტოს ამან ყურადღება და არ უნდა წაგართვას მთავარზე მუშაობის ასე ვთქვათ სურვილი და საშუალება. იმიტომ რომ ყველაფერი ვიცით აბსოლუტურად მორწმუნეებმა რა გვევალება და რა უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ჩვენ მაინც ესე ვაბრუნებთ ხოლმე კითხავს, აი რა ვქნათ, რა გავაკეთოთ. აბსოლუტურად ყველაფერი წერია სახარებაში რა უნდა გავაკეთოთ. ბიბლიაში, თუნდაც წმინდა მამების ნაშრომებში, თუნდაც მოძღვრების ქადაგებებიდან ანუ არ არსებობს ზედამიწაზე ადამიანი, რომ არ იცოდეს რას აკეთებს და რა უნდა გააკეთოს. და იმ სიმშვიდეზე და იმ ესე ვთქვათ უზაყველობაზე, რაზეც ვისაუბრეთ და სიმდაბლეზე ოდესუფალი გვეუბნება რომ მომბაძეთ და დაისვენებთ, აი ჩვენ ეს არ გვინდა. ნუ ხომ შავი თეთრზე წერია და გასაგები არის რომ უნდა იყო მშვიდი და უნდა იყო თავმდაბალი. ეს იცით როგორი რაღაცა არის. რომ მოინდომო ვთქვათ ადამიანი მოდი ახლა მე მშვიდი და თავმდაბალი გავხდები, ეს შეუძლებელია. რა თქმა უნდა. მაგრამ იწყებს ადამიანი ამაზე წვალებას. როგორც ვთქვათ, აი ქიმიკოსი. წარმოიდგინეთ ქიმიკოსი რამდენ ცდას გააფუჭებს, სანამ შედეგიან ცდამდე მივა. ხო ესე არის. მაგრამ ის არ ეშვება გაფუჭების შემდეგ. კიდევ თავიდან აი ჩვენ ესეთ დამოკიდებულება უნდა გქონდეს და უფალი როდესაც ამას დაინახავს რომ ჩვენ წვალობთ, როგორც პატარა ბავშვი რომ უნდა დედასთან მიხოხდეს და წამოდგება დაეცემა, მაგრამ არ ჩერდება ბავშვი, მაინც ცდილობს რომ მივიდეს. როდესაც უფალი ამას დაინახავს, იცოდეთ რომ ის უკვე ჩვენ შესრულებულად ჩაგვითვლის ამ საკითხს, რადგან ჩვენ უკვე წვალობთ და ხედავს უფალი რომ გვინდა მასთან მისვლა, მაგრამ სუსტები ვართ, ის უკვე ჩაგვითვლის და რა თქმა უნდა ეს იქნება მე ადამიანის ხონებისთვის გამოყენებული ესე ვთქვათ მიზეზი. ყოველთვის უფალი ეძებს მიზეზს რომ ადამიანი აცხონოს. აქედან გამომდინარე ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი გარკვეული არის, უბრალოდ საქმე არის დასაწყები. მეტი აქ ვთქვათ რაღაცა უტოპია, არაფერი არ არის რომ აი ნეტა რა ვქნათ, რა შეიძლება გავაკეთოთ. ყველაფერი გარკვეულია და როგორც ვთქვით საქმეს უნდა მოვკიდოთ ხელი. პირველ რიგში ეს ეხება სულიერ ცხოვრებას, რომ შენს გარშემოც ყველაფერი დაწნარდეს, ადამიანის გარშემო ზოგადად რომ დაწნარდეს ყველა და ყველაფერი. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიყოთ ისეთი ადამიანები, რომლებზეც აღარ იმოქმედებს, თქვათ, სხვისი შეცდომა ისე ძლიერად, რომ ჩვენ მერე იმას უწოდოთ ან მოღალატე, ან გამკითხველი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ ხო ეს არ გვეხება. ჩვენი ერთადერთი სწორი მიდგომა მოყვასის შეცდომების მიმართ უნდა იყოს აუცილებლად შეცოდება. ან თუ ხედავ რომ ადამიანი იღუპება და მკვლელი არის, იმას რომ კიდე ჩვენი განკითხვა არ ჭირდება და რა თქმა უნდა. ხედავ რომ იღუპება ადამიანი, რა თქმა უნდა იმას განკითხვა. იმას უნდა შეცოდება და გადაიწერო პირჯვარი და თქვა რომ ღმერთო უშველე, იქნებ გონება მისცე და გაუნათლო გონება და იქნებ ისიც გადარჩეს, იმიტომ რომ ის ადამიანის ისეთივე გრძნობებით არის როგორც ჩვენ. მასაც ოჯახი ყავს, მასაც ესე ვთქვათ, თუნდაც აი ავიღოთ საუბარი არის რომ კორუმპირებულ ადამიანებზე. მე არ მეგულება პიროვნება, ვინც ვთქვათ ამ თანხებს ითვისებს და მას ეს უნდადეს ვიღაცისთვის. აუცილებლად ყველას ოჯახში მიაქვს, ყველას უნდა შვილს სადღაც ის ადგილზე ასწავლოს, რომ შემდეგ ეს წარმატებული იყოს, მაგრამ ეს ხო დაწყევლილი ფული არის, ეს ხო დაწყევლილი ცოდვიერი მიერი თანხა არის და არ შეიძლება რომ მის ოჯახს წარმატება ასე ვთქვათ მიეგოს ამ ფულიდან. ამიტომ ბიბლიაში ხშირად უბრალოდ ბიბლიაში არის მოცემული რომ უფალი არ იწირავდა იმ შესაწირს, რომელიც იყო ან ნაქურდალი, ან მკვლელობით გამოძალული და ან ყაჩაღობით და შემდეგ. პირდაპირ ბიბლიაში წერია რომ უფალი ასეთ თანხას არ იწირავს და არ შეიწირავს. რა თქმა უნდა თუ ძველ აღთქმაში არ იწირავდა, არც ახალ აღთქმაში შეიწირავს. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება მხოლოდ ის უნდა იყოს რომ შეგვეწოდოს ადამიანი, რადგან ის ხომ ადამიანი არის და არ არის თქვათ რაღაც ან საქონელი ან ისეთი რაც შეიძლება რომ თქვათ არ იღუპებოდეს და სული არ ქონდეს. სული აქვს ჯოჯოხეთი შეიძლება ელოდებოდეს დიდი ალბათობით ისეთ ადამიანს, ვინც გამოვალ მდგომარეობაში არის სოდოვის ხრივ და კიდევ ამაზე ვამბობთ, რომ აი ესეთია და იმსახურებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ უღირსი მორწმუნეები. როგორ შეიძლება იცით სინამდვილეში ვაჟკაცობა, როდესაც ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით, მაშინ ჯარშიც, სამხედრო სამსახურშიც, ქუჩაშიც, სკოლაშიც ვაჟკაცობა თითვლებოდა ვიღაცის დაჩაგვრა. სინამდვილეში ეს ასე საერთოდ არ არის. ვაჟკაცობა არის დაჩაგრულის დაცვა. აი იმ ადამიანს რომ დაიცამ ვიღაცა რომ ჩაგრავს. აი ეს არის ვაჟკაცობა თორე დაჩაგვრა ნამდვილად არ არის. სინამდვილეში დაჩაგვრა უფრო მეტი ესე ვთქვათ შიშრობა არის და ლაჩრობა არის ბოდიში ამ სიტყვისთვის ადამიანისგან, იმიტომ რომ ის, ესე ვთქვათ, წერან როგორც ვით ომები იწყება იმის გამო, რომ
მოდი ახლა ამას გავანადგურებ და მე კარგად ვიქნები. ხო შეუძლებელია ესეთი რამ, ასეთ ფენომენს ჩვენ ვერ გავიხსენებთ, იმიტომ რომ დედამიწაზე ასეთი მაგალითი არ არის. ვიღაცა დაჩაგრა და მე შენ კარგად იყო. ნამდვილად, მამა გიორგი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მაინც მნიშვნელოვანია ვიყვარდეს ერთმანეთი, პატივივცეთ ერთმანეთს, ვიყოთ ჩვენი საკუთარი თავებით დაკავებული, რაც შეიძლება მივეშუროთ ტაძრებს, აღსარება, ზიარება და 10 ცნებით, ცოტა რთულია ალბათ 10 ცნებით ცხოვრება ბევრისთვის, მაგრამ ამით უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენში არ შემოვიდეს ანტიქრისტე და რომ ჩვენ ღირსებით და თავდაბლობით შევხვდეთ უფლის მეორედ მოსვლას. მამა გიორგი, მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. სტუდიაში მოგზაურობისათვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ძალიან საინტერესო ეთერი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი ეთერი და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღო და ელოდებოდა კიდევაც ამ ეთერს. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო წყაროსთავის მონასტრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი გიორგი მეფარიშვილი. მე მაყურებელს ხვალუნდე გემშვიდობები, ნახვამდის.